ყუპების დაბადების დღესთან დაკავშირებით წამოვედით აკვაპარკში. იმის მიუხედავად, რომ მაინც გადასარევი ამინდი არ არის იმისთვის, რომ მთელი დღე წყალში გაატარო, დაჟინებით მთხოვეს და მეც ვერაფერი ვერ ვქენი. სად გამოადგა სანდროს ალპანის აუზზე ნასწავლი ცურვის ელემენტები? ჩვენი ყველა მამიდა ხო ბარსელონაშია, თუმცა რეზერვში კიდევ ერთი მამიდა გვყავდა. წამოვიყვანეთ აკვაპარკში. იმის მიუხედავად, რომ ეს ადგილი აკვაპარკით სასტუმროდ ძალიან ლამაზი და კარგია, სამწუხაროდ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის არ არის განკუთვნილი, შესაბამისად სასტუმროში ნომერი არ აგვიღია. შემოვედით მხოლოდ აკვაპარკში, რომელიც გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი იყო. სასტუმროში ნომერი რომ აგვეღო, ერთი ღამე დაახლოებით 850 ლარი დაგვიჯდებოდა. ასე რომ ეს გამოსავალი ვიპოვეთ. არასოდეს თქვა არასოდესო. წყალში ჩავედი. ბავშვებთან ერთადაც ვისრიალებ. არც გავყინულ ვარ. ცივი ყავის მირთმევაც კი გავბედე. და როგორც ხედავთ, ზიარების საჭიროება ჯერჯერობით არ არის. ერთი რაღაც მაინტერესებს. აი დაბადების დღე და რაღაც დაახლოებით ამ მსგავსი თარიღები როცა გვიახლოვდება, გვინდა ჩვენი შვილები ყველაზე ლამაზად და კარგად გამოიყურებოდნენ და თქვენი არ ვიცი და ჩემი შვილები ზუსტად მაშინ ილეწავენ თავყბას. ახლა გაჩვენებთ სანდრო რა მდგომარეობაშია. უბრალოდ სახეზე დააკვირდით. სამჯერ დაეცა. რატომ? თქვენ შვილებსაც ასე ემართებათ? ბოლო აკორდი ჩვენი დაბადების დღის. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ თეკლას და სანდროს დაბადების დღეა. ლოცავთ